Ვეჭყონია ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ბატონო მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის მადლობა მოწვევისთვის ძალიან საინტერესო კომენტარები იყო და ნამდვილად ბევრი აი ფულის რაოდენობა მე მიკვირდა მაგრამ მეგონა რომ მხოლოდ მე მიკვირდა რასაც აცხადებენ პერიოდულად სუსიან ფინანსური პოლიცია და აგერ ბატონ თემურ ჭყონიასაც უკვირს თურმე და ესე იგი ეს მართლა დიდ ფულზეა საუბარი ის რაც გვითხრეს რაც არ გვითხრეს ვფიქრობ ყველაფერი ჯერ წინ არის კიდევ და რაც არ გვითხრეს რა თქმა უნდა არავის არ ეგონოს რომ ეს ესე გაგრძელდება რა თქმა უნდა მოვა დრო აუცილებლად რასაც ფარდა ეხდება და ნუ და ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი რა არის იცი რომ აი როდესაც რაღაცა წინა ხელისუფლებაზე საუბრობენ ერთი ადამიანიც არ დაუჭერიათ კორუფციის ბრალდებით სხვათა შორის ერთადერთი იყო აქ გიგი უგულავას თემა იყო რომელმაც ესე იგი ნუ ხელფასებად არასწორად გაცა იქ რაღაც თვარსტები 50 მილიონზე იყო თუ ასე შემდეგ ანუ დასაქმება არასწორად დასაქმებულებს ახ თქვენ წარმოდგენილი გაქვთ რა მასშტაბზე არის დღეს მერიაში საუბარი მოდი თემას რო არ გადავუხვეთ ძალიან საინტერესო კომენტარები გაკეთა მე აქ აუცილებლად ხაზი მინდა გავუსვა რომ არ შეიძლება რომ ზოგადად პოლიტიკაზე როდესაც ვაუბრობ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის ნებისმიერი ადამიანის საქმე არის პოლიტიკა ის ადამიანი რომელიც აი პირობითად ავიღოთ აი ელიავაზე მუშა დრო დგას და მიდის და რაღაცას იღებს თანხას, აი რაღაც თემის ხელფასს რო იღებს, თუ რამე დეკლარირებული აქვს თავის ხელფასთან, სამწუხაროდ კარგად ხშირ შემთხვევაში, ანუ ხელფასს რასაც ხელზე იღებენ ჩვენ ქვეყანაში ალბათ 80% სამწუხაროდ გაცნობიერებული არ აქვს, რომ ის ადამიანი, ვინც უხდის ამას და ვინც ამას აკეთებს ოფიციალურად, არის გადასახადის გადამხდელი. ანუ ის თანხა შედის ბიუჯეტში. ესე რომ ეხლა როდესაც ხვილ ბიზნესია საუბარი და ხვილ ბიზნესი იძახის, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის და მე ვარ ბიზნესი, ესე არ არის, ანუ ჩვენ ვართ გადასახადის გადამხდელები და ჩვენს მიერ არიან დაქირავებული ნებისმიერი პოლიტიკოსები. არ აქვს მნიშვნელობა ეს მართველი გუნდი იქნება ოპოზიციური პარტია თუ ასე შემდეგ. ასე რომ ეს აბსოლუტურად ცდარია, რო არ შევიდეს შეცდომაში, თუმცა იყო გაკეთებული, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა არ მივყვები გვარებით განცხადებებს, რომ რა თქმა უნდა შოკის მომგვრელი არის, ანუ ბიზნესისთვის, როდესაც შენ ხარ გადასახადის გადამხდელი. როდესაც შენ ასობით ადამიანი ყავს დასაქმებული და ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და ამ დროს შენ მიერ გადახდილ გადასახადებს რომელიც იგივე ანუ როგორც ითქვა ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს, განათლებას უნდა მოხმარდეს, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი არის, კაცო. კადრები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის საკადრო განათლებული, აქ უნდა პროფესიონალი კადრების დეფიციტია და ანუ რა რეფორმაზე ესაუბრენ. დღეს რომ სპობენ აბსოლუტურად, რომ განათლება საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის, ჩაბარებაც აღარ არის საჭირო პირდაპირ 11 კლასს დაამთავრებ ატესტატში თუ კარგი ნიშნები გაქვს პირდაპირ შეგიძლია უკვე რომ სადაც გინდა იქ ჩააბარო ანუ უცხოეთში თუ გინდა სწავლა რა თქმა უნდა შენ არ უნდა ისწავლო მაგრამ ოცნების ჩინოვნიკებმა რომლებმაც ფული მოგპარეს ჩვენ მოგპარეს მინდა აი ყველას გითხრათ აი თქვენ ვინც ახლა ზიხართ უყურებთ და გადასახადის გადამხდელები ხარ და რიგები რო დგას შემოსავლების სამსახურში რომ ვერ გაერკვიეთ რა უნდა გადაიხადოთ რა თქმა უნდა ახლა 40000 ლარი როდესაც ეს ზღვარი რაღაც 30 წლის წინ დაწეს და 30 წლის წინ 40000 ლარი პირობითად თქვა ეს საწყობი მაშინ რიგდა 30 თეთრი ეხლა ღირს 3 ლარი ხა როგორ წარმოგიდგენიათ ხალხო 40000 ლარი მაშინ სხვა შემოსავალი მიყო იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს რომ მაშინ შესაძლებელია ეს მარჟა $100 ერთი თვე ოჯახი ცხოვრობდა. აბა ეხლა დღეს ნახეთ შეძლებთ, ნუ დაახლოებით 270 ლარადიც რა. ცალსახად ესეც დამატებით ღირებულების გადასახადი ამაზე არაერთხელ ქონია საუბარი და მათ შორის ჩვენ საარჩევნო კამპანიის დასაწყისში. ამიტომ გამიჯვნა მე ვფიქრობ რომ ეს პირდაპირ მნიშვნელობით დანაშაულია და მით უმეტეს ხა როდესაც საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით რომ თურმე არ წოდნიათ რომ კორუფცია ხდება და რა ნახეთ რომ ერთ-ერთი 2023 წლიდანო კოლეგა ესეთი ან ვინც გამოვიდა ხო თქვა ბიზნეს მიმართულებით რომ გაერკვა რაში უნდა გაერკვა ხა ბიზნესმენ ჯერ ვინ გაარკვევს როდესაც თავისივე გუნდის წევრებს იჭერენ ხა თქვენ წარმოდგენილი გაქვთ რა მძიმე ვითარება და ანუ ვერტიკალურად აქ იწყება ზევიდან მოვდივართ თქვით ხა როდესაც პრემიერ-მინისტრი ორჯერ პრემიერ-მინისტრი შსს მინისტრი თავდაცვის მინისტრი პარტიის გენერალური მდივანი სულ რამოდენიმე თვის წინ არის ფინანსურ მაქინაციებში, კაი, რა ვიცი, რაც გინდა ის დავარკვოთ გათეთრება, კაი, თქვათ ფულის გათეთრება, პირობითად თქვათ. საიდან აქვს იმ ადამიანს უკანონო შემოსავლების ლეგალიზება აღიარა. ანუ უკანონო შემოსავალი საიდან მოდის? ხო, მაშინ ახლა რა თქმა უნდა ამას ჩაყვებიან და საიდან შეიძლება კონდეს პრემიერ-მინისტრს ყოფილს $1,000,000 ლარი, რომელიც შეიძლება გადაიხადოს აგრეთვე ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი სიპის ხელმძღვანელია, რომელიც 300,000 ლარს იხდის, ანუ აქვე კიდევ ერთხელ მოდი მიუბრუნდეთ იმ საინტერესო თემას, რომ მიჯნავენ ბიზნეს და პოლიტიკას. კორუფცია არ არსებობს, ანუ ბიზნესის გარეშე, იმიტომ რომ
აქ ტენდერი, ძირითადად ხდება ტენდერის გზით, ხო, ეხლა ჩვენ რასაც უსმენთ, სატენდერო პირობებში რაღაც გარიგება ხდება, რაღაცა ხდება, რომელიც კომპანიას, კერძო კომპანიას ერიცხება თანხა. რა თქმა უნდა, ხა ეს კერძო კომპანიის წარმომადგენელი, ნახეთ, ბიზნესს სახელმწიფოში ქმნის სულ რაღაც ალბათ რამოდენიმე ადამიანი და მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, ეხლა რაღაცა მიკერძოებულად არ მოხდეს, მაგრამ არიან, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად ამ ტენდერში ვინც იღებენ მონაწილეობას და აუცილებლად ეს სია შემდეგ დაიდება, რომელიც ალბათ არის ძალიან ცუდი და იქნება მათვისვე და მათ შთამომავლებისთვის. ეს სამართლე, რომლებიც თავიანთი შვილების მომავალს არავდნენ ფულს და ვიღაც გაზულუქებულ ჩინოვნიკებს უხდიდნენ, რაც რა თქმა უნდა არასდროს არ შერჩება და ჩემი პირადი მოსასწრება არის აქვე, რომ იმდენად რთული ვითარება ძალიან კარგად ხედავს ბატონ ივანიშვილი რა მდგომარეობაც არის ზოგადად გეოპოლიტიკურად სოფლიოში და ძალიან კარგად ხედავს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ თავისთავად მიბმული ვართ ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ველს ასუფთავებს და არ ჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც ზედმეტს ილაპარაკებენ და რომლებიც რა თქმა უნდა შავი ლაქა იყო მისი მმართველობის დროს და რა თქმა უნდა მისივე ხელით უნდა რომ ეს ადამიანები მოახერხოს და ვფიქრობ ეხა მაგ მიმართულებით ძალიან სწორად იქცევა და ჩემის აზრით პირადად მე ჩემი მოსაზრება რომ ძალიან ბევრი საინტერესო სიურპრიზი გველოდება კიდე წინ და ძალიან ბევრი კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაგრამ სადმედის მისი პასუხისმგებლობა ბატონოება 13 წელი მართავს ის ქვეყანას ერთპიროვნული მმართველია კაცზე რომელზეც თქვენ ჩამოთვალეთ რამდენი თანამდებობა დაურიგა ორჯერ პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ თავდაცვის მინისტრი ეს კაცი მისგან იწოდებოდა რაც გინდათ ის დაუძახეთ მისი გამოზრდილია აბსოლუტურად რომ არა ივანიშვილი ის ვერც ერთი მინისტრი ვერ გახდებოდა და ვერც ორგზის პრემიერ-მინისტრი და თუ დააკვირდით კობახიძის კომენტარი იყო ამ შეხვედრის შემდგომ მან თქვა რომ 2023 წელს მიგვანიშნაო კაცო ივანიშვილმა რომ კორუფციის ფარგლის იყო მაგრამ აიო 2 წელი თურმე დასჭირდა ამაზე რეაგირებას ეს ხომ აბსურდია რომ მხოლოდ შერჩევითად ეს 5 კაცი იყო თუ 10 კაცი იყო კორუფციაში ჩაფლული და დანარჩენები იყვნენ სუფთა მათ შორის კობახიძე რომელიც იყო მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე მის ორგანოს მონიტორინგი ევალებოდა მინიმუმ ამ ყველაფერს. მოდი 2014 წელი ცოტა უკან გადავიდეთ გავიხსენოთ რომ პირველად როდესაც ანუ საინტერესო იყო რომ ახალწლოდ მოსალოცები რო დაარიგეს. დაარიგებული ქონდა ანუ თავის ბატონ ღარიბაშვილის სახელით რომ მოვიდა. იცით რა იმიტომ რამოდენიმე მიუვიდა და სანამ მიუვიდოდა ანუ ანუ ის ადამიანი რო გადააყენეს მე მივიდა გვაწმოცილ ადამიანებს ვისთანაც მეგობრებს ან გაკვირვებულები იყვნენ რომ მოსალოცები მოვიდათ პრემიერი ანუ მაშინაც ანუ ყველას გვახსოვს ძალიან ხმამაღლა იყო იმ კახურ კლანზე საუბარი რომ კახურმა კლანმა ესეთი რაღაც გააკეთა ის გააკეთა და ამიტომ მოაშთეს რა თქმა უნდა მე ისე იმაზე ვრჩები რომ რა თქმა უნდა პოლიტიკურ ველს თქვა კორუფციით თავიდან ბოლომდე ისუფთავებს და რა თქმა უნდა თანხების ამოღება ხდება და ძალიან საინტერესოა ამ თანხებს რო ამოიღებენ მე ეს თანხები საწავა ანუ დღეს თურმე რაღაც განცხადება გაკეთებულა იმიტომ რომ არაერთი ჩვენი კომენტარი იყო რომ უბრალოდ ვკითხულობთ ნახეთ თანხა რომელიც ამოდის და რომელსაც იღებ მათ შორის ანუ როდესაც გადაცდომებზე წინა ხელისუფლების საუბარი, როდესაც მაშინ ბიზნეს მოდი ბჭყალებში ვიტყვი არ ეკეტებდნენ, ის თანხა მიდიოდა ბიუჯეტში და რას მოხმარდა ვხედავთ. ანუ ეხა ფაქტიურად ეს ყველა პროექტები რაც მაშინ ხდებოდა წელიწადში, ეხა 10 წელი ჭირდება რაღაცა გაკეთდეს. ამიტომ ეგეც ესე თქვათ ის არის. აქვე ეხა ეს ყველა მიმართულება რაც არის იგივე თქვენი ნებართვით თუ შეიძლება არ მინდა რომ გამორჩეს ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რატომღაც მიყურადებული არის ყულევის ნავთობ ტერმინალში, როდესაც შევიდა ტანკერი, რომელიც დასანქცირებული არის. კარგით, იმ დღეს თუ არ იყო მეორე დღეს გამოვიდა ტრამპი და დაასანქცირა, ხო? ანუ როსნეფტის. როსნეფტის შევიდა და როსნეფტი დაასანქცირა, მაგრამ იქ კი ბატონო, დასანქცირებული არის ისიც, ამიტომ გადამამუშავებელს როცა ვეძახით მე თქვენ ეთერის საშუალებით ვთხოვე მათ შორის ჟურნალისტებს რომ გაერკვიათ ზოგადად არის გადამამუშავებელი უკვე ფუნქციონირებს თუ იქ უბრალოდ შევიდა ნავთობი რომლის გამტარი ჩვენ ვართ. ანუ ჩვენ ზოგადად ხვდებით შავი ხვრელი, მათ შორის ახალი წამოწეული თემა იგივე ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით აქ არის კოლოსალურ თანხაზე და აქ არის კოლოსალურ ვალდებულებაზე ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ხა როგორ ინვესტიცია საინტერესო არის რომელიც არის გრძელვადიანი რომელიც შემოდის განვითარებულ
განვითარებული ევროპული ქვეყნებიდან ევროპა ჩვენთვის მიმზიდველი რატო გაგვიღო კარი გაიხსნა free trade agreement, რასაც ხელი მოეწერა 2015 წელს DCFTA ვალდებულება, რომელიც ჩვენ სრულყოფილა ბიზნესმა ყველამ აბსოლუტურად შეასრულა პირნათლად. ანუ 9 მილიარდიან ბაზარზე გვაქვს გახსნილი, მაგრამ საქართველოში პირობა, რომელიც მათ შორის გაცა დღევანდელმა მართლმა გუნდმა, ქართულმა უცნებამ, რომ აგუგუნდებოდა 100 საწარმო თუ რა, არც ერთ საწარმო არ არის. ანუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ანუ უდიდესი პოტენციალი არის. რატო ამ მიმართულებით არ არიან გააქტიურებული? თუნდაც იგივე არაბები ჩამოიყვანონ, მე არა მაქვს, რა თქმა უნდა, ინვესტიციას ამ ქვეყანაში მიჩადებს, არ მაქვს საუბარო, ცუდია, ძალიან კარგია, მაგრამ ეხლა როდესაც აქ გვაქვს ერთჯერად ძალიან დიდი ინვესტიციაზე, რომელიც ამ ქვეყანას არ ვიცით, ზოგადად რას მოუტანს და აქ რა არის, კიდე აქ ზოგადად შეიძლება მან დასაქმებული ქართველებიც არ იყვნენ, იმიტომ რომ არაერთი სამშენებლო კომპანია, მოდი მოიკითხეთ, სადაც ქართველები არ ყავთ დასაქმებული თურქმენეთიდან, თურქეთიდან, იგივე არაერთი სახელმწიფო პროექტი ჩინეთიდან ჩამოყვანილი მუშები ყავთ დასაქმებული, ანუ ქართველებისთვის ეს არის არკეტა, მით უმეტეს, როდესაც ესე დიდ პროექტზე არის და ფეშენებელურზე საუბარი. სამუშაო ადგილებს არ ქმნის ამის თქმა. არა, რა თქმა უნდა, არ ქმნის, თუ ქმნის და ვიღაცა დასაქმდება, ეს არის ძალიან მოკლევადიანი და არა გრძელვადიანი, იმიტომ რომ ეს პროექტი დასრულდება 2 წელიწადში, ჩამტკბირობით 5 წელიწადში და მორჩება, მაგრამ თუ აქ ნებისმიერი საწარმო გაკეთდება, არის გადამამუშავებელი იქნება, რაც იქნება, არა აქვს მნიშვნელოვანი, ანუ იგივე სასათბურე მეურნეობები გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად დამოკიდებული ვართ, წლიდან წლამდე არის იმპორტის და ხილის და ბოსტნეულის მიმართულებით. ამიტომ ხო არის სხვა მიმართულებით შესაძლებელი, მაგრამ რა თქმა უნდა, მიმართულებით ხელშეწყობა არ არის, აქ არის უბრალოდ რაღაც easy money-ზე საუბარი, სადაც შეიძლება უფრო მეტი გარიგება იყოს და ეს კიდევ უფრო მეტად ხელშეუწყობს, რომ იგივე ჩვენი ჭრდილოვანი მეზობლები შემოვიდნენ, იგივე ემირატებიდან შემოვიდნენ, დასახლდნენ და შემდეგ რაღაცა უკვე უფრო მეტი პოტენციალი იქნება, იმიტომ რომ მე არ მეგულება დღეს საქართველოში, რომ თქვათ იქ სადაც შეიძლება 7-8 $8,000-ზე, შეიძლება 10,000-იც იყოს კვადრატული ღირდეს, რომ დღევანდელ რეალობაში საქართველოში ვინმე შეწყვეტს, კი შეიძლება რამოდენ, მაგრამ ის კორუმპირებული ჩინოვნიკებიც არ არიან დამერწმუნეთ. ამიტომ ეს არ არის ის რაღაცა, რომ აი ძალიან მაგარი პროექტია, კი, მაგარი პროექტია, ეხლავე ხას უსვავ, კარგია, ნამდვილად ნებისმიერი, მაგრამ კარგია მას შემდეგ, როდესაც აქ იქნება გრძელვადიან ინვესტიციაზე, სადაც ბევრი ქართველი დასაქმდება და სადაც ორიენტირი იქნება განათლებაზე და დღეს სამწუხაროდ, რასაც უხსნი და იგივე ბიზნესის წარმომადგენლებს თუ რა რეფორმებს ატარებენ, განათლების ეს ბიზნესისთვის არა მხოლოდ, ანუ ქვეყნისთვის არის დამუწველი, იმიტომ რომ იმ ახალგაზრდებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს, ვისაც უნდა სწავლის გაგრძელება უცხოეთში, ფაქტიურად კარს უკეტავენ და ისევ თვითონ ის კორუმპირებული ჩინოვნიკები შეძლებენ, რომ ევროპაში გაუშვან, იცით რომელიმე ჩინოვნიკი, ეს რუსეთუმეები რო გამოდიან, რომ რუსეთში ყავდეთ გაშვებული, რა თქმა უნდა, არც ერთი არ არის, ყველას ევროპაში ყავს და ყველა სამწუხაროდ ისევ ევროპაში დადის საშოპინგო და ფიქრობ, რომ ძალიან გაჭიანურებული აქვს და ბიუროკრატია ძალიან ცუდად მუშაობს, ევროპული და ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს სახელობით, ოჯახებით მათი დასანქცირება, რომ თავიანთ კისერზე იწვნიონ. ასე რომ ბიზნეს ძალიან ბევრია გასაკეთებელი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს კორუფცია ბიზნესისთვის კარგი არის, იმიტომ არის, რომ ხედავთ ახლა პასუხებსაც როგორც გავერკვევით, რა გარკვევა უნდა ეხა შენ მიერ გადახდილი გადასახადიდან იპარავს ვიღაცა ჩინოვნიკი ფულს და ისევ რა ქვია წუმპეში გაცხოვრებს და ძალიან კარგად ახსნა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ხა არ ვახსენებს ახალს და გვარს, რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა რომელიც ჩვენ გვჭირდება, იგივე გზები, ბიზნესის განსავითარებლად და შვილებს ჭირდება სწავლა, ბაღი, სკოლა, ანუ არის დაუმთავრებელი და ეს ფულები მიითვისეს. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, ჩვენი ქვეყანა არის შავი ხვრელი, რაც აბსოლუტურად უინტერესო არის ნებისმიერი ევროპელი ინვესტორისთვის და ევროპისთვის და სწორედ ამას მე ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად დაგვაშორონ ცივილიზაციას. მადლობა ივაჭ ყონიას.